ირანის მაღალი რანგის ლიდერი ტოვებს თეირანს და ჩდება რუსეთში, რათა ვლადიმირ პუტინთან ერთად გამოსავალი მოძებნოს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის გაძლიერების ფონზე. აბას არაღჩის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ამ 4 შაბათს 2026 წლის 29 აპრილს აჩვენებს კრიზისს, რომელიც რეჟიმმა წლების განმავლობაში დამალვას ცდილობდა. ირანი გარედან ზეწოლის ქვეშაა, შიგნით შეშინებულია და აღარ აქვს ძალა, რომ მარტო შეინარჩუნოს იმ წინააღმდეგობის იმიჯი, რომელიც მსოფლიოს მიჰყიდა. და იმ ვიზიტის შედეგად, რომელიც ირანის ლიდერსა და ვლადიმირ პუტინს შორის შედგა, გამოვლინდა სასტიკი რეალობა ისლამური რევოლუციური გვარდიისთვის, რომელიც დღეს უკვე სრულად ფლობს ძალაუფლებას ირანში. ამ ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სადოობის სტანდარტით მილსონ აუესი 10 წლეულების განმავლობაში ისლამური რესპუბლიკა ამტკიცებდა, რომ არავისზე იქნებოდა დამოკიდებული. რეჟიმმა თავისი იდენტობა ააგო თვითკმარობაზე, წინააღმდეგობის ეკონომიკაზე და იმ იდეაზე, რომ ნებისმიერ გარე ზეწოლას გაუმკლავდებოდა. მაგრამ ომმა, ამერიკულმა ბლოკადამ და ჰორმუზის სრუტეში შექმნილმა დაძაბულობამ სიტუაცია შეცვალა. ეხლა როცა გემები გაჩერებულია, ექსპორტი შეჩერებულია და პროტესტების რისკი იზრდება, თეირანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მოსკოვში გაემგზავრა. მოგზაურობა მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა აცნობა, ქვეყანა კოლაფსის ზღვარზეა და სურს ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნა. ეს განცხადება კრიზისის გულში მოხდა. თუ თეირანის ზღვაზე შვებას ითხოვს, ეს ნიშნავს, რომ საზღვაო ზეწოლა მუქარად აღარ რჩება და რეალურ ზიანად იქცა. 13 აპრილიდან შეერთებული შტატების ბლოკადა ზღუდავს ირანთან დაკავშირებული ტვირთების გატანას და ამცირებს რეჟიმის ეკონომიკურ რესურსებს. გადამწყვეტი მომენტია ის, რომ ბლოკადა არ აჩერებს მთელ მოძრაობას ყურეში. ბევრი გემი ჯერ კიდევ გადაკვეთს ჰორმუზს. პრობლემა შემდეგ იწყება. გემები, რომლებიც ირანის პორტებში იტვირთებიან, შეიძლება გადაკვეთენ სრუტეს და მიაღწიონ ომანის ყურეს, მაგრამ ამერიკული ზეწოლის ხაზს ხვდებიან, სანამ არ გავლენ არაბეთის ზღვაში და მიაღწევენ მტყიდველებს. ანუ ჰორმუზის გადაკვეთა არ ნიშნავს ბლოკადის გადალახვას. სწორედ ამიტომ ირანული პროპაგანდა ძალას კარგავს. როცა თეირანი აჩვენებს გემებს, რომლებიც სრუტეს კვეთენ, ცდილობს გამარჯვებას, მაგრამ თუ ნავთობი კლიენტამდე არ მიდის, ფულად არ იქცევა. თუ გემი გაჩერდება, ტვირთი პრობლემად იქცევა. ზღვაში გამარჯვება არ არის მხოლოდ პორტიდან გასვლა, არამედ გაყიდვა, მიწოდება და მიღებაა. ზეწოლა ეკონომიკას ორ მხრიდან აწვება. პირველ რიგში ფული აღარ შემოდის, რადგან ნავთობი და სხვა პროდუქტები აღარ მიედინება ისე როგორც ადრე. მეორე მხრივ მნიშვნელოვანი იმპორტი უფრო რთული ხდება, მათ შორის საკვები, სათადარიგო ნაწილები და სამრეწველო ნივთები. უკვე სანქციებით, ინფლაციითა და უმუშევრობით დაზარალებული ეკონომიკისთვის ეს შეზღუდვა ყოველდღიურად ასუსტებს რეჟიმს. ირანის შიგნით ყველაზე დიდი შიში ქუჩებშია. არსებული ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განიხილა ახალი პროტესტების რისკი. გაფრთხილება როგორც ჩანს შიდა ანგარიშებიდან მოდის, რომლებიც ფასების ზრდას, უმუშევრობასა და პეტროქიმიურ სექტორებში ზარალს ეხება. და ფოლადის სექტორში ზარალს, ასევე ეკონომიკური აქტივობის კლებას. ყველაზე მკაცრი შეფასებით პროტესტები გარდაუვალი იქნებოდა. კითხვა მხოლოდ იმაშია, როდის დაბრუნდებიან ისინი. ეს სწორედ ამ გადაუდებლობას ხსნის. ამერიკული ბლოკადა მხოლოდ გემებსა და პორტებს არ ეხება. ის თეირანის პოლიტიკურ სტაბილურობასაც ემუქრება. რეჟიმმა იცის, რომ როდესაც მოსახლეობა შემოსავალს, სამუშაოს და ნდობას კარგავს, ეკონომიკური კრიზისი შეიძლება ძალაუფლების კრიზისად გადაიქცეს. ამიტომ არაქთეს ვიზიტი რუსეთში ჩვეულებრივ დიპლომატიად არ გამოიყურება. ეს უფრო დროის მოგების მცდელობას გავს, სანამ გარე ზეწოლა შიდა აჯანყებად გადაიქცევა. ინტერნეტის გათიშვა ამ შიშს კიდევ უფრო აჩვენებს. ირანი უკვე 60 დღეზე მეტია, რაც ინტერნეტთან კავშირზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. ახალი ამბების მიხედვით ირანელთა 99.9% ინტერნეტზე ნორმალური ცდომის გარეშეა დარჩენილი. ეს ნიშნავს, რომ 90 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოსგან იზოლირებულია. მიზანი კრიზისის ორგანიზებისა და გაშუქების აღკვეთაა, თუმცა ეს ზომა ასევე აზიანებს ონლაინ მუშაკებს, მცირე ბიზნესებსა და კერძო კომპანიებს, რის გამოც 100 მილიონზე მეტ ადამიანს შემოსავლის ან სამსახურის დაკარგვის რისკი ემუქრება. დახურული ინტერნეტი პოლიტიკური აღიარება გახდა. თეირანი მხოლოდ ვაშინგტონს, ისრაელს ან ამერიკულ გემებს არ ეშინია. თეირანს ეშინია ერთმანეთთან დაკავშირებული ირანელების.
თუ მოსახლეობა ისევ დაიწყებს საუბარს, პროტესტების ორგანიზებას და მსოფლიოსთვის სურათების ჩვენებას, რეჟიმს შეიძლება გაუჭირდეს ამ ზეწოლის შეკავება. ვინც თავს უსაფრთხოდ გძნობს, მილიონობით ადამიანის გაჩუმება ასე დიდხანს არ ჭირდება. სწორედ ასეთ ვითარებაში დატოვა არაგიშემ თეირანი და გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში. ირანის დიპლომატიამ უარყო სასოწარკვეთის ინტერპრეტაცია და განაცხადა, რომ მათი წარმომადგენლები რუსეთში მოწყალების სათხოვნელად არ მიდიოდნენ. მაგრამ ამ ფრაზამ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე დახმარება გაუწია. როდესაც მთავრობას უწევს თქვას, რომ არ ითხოვს მოწყალებას, ეს ნიშნავს, რომ სისუსტის იმიჯი უკვე ჩამოყალიბებულია. პუტინთან შეხვედრა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა და დახურულ კარს მიღმა გაიმართა. რუსი უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლების ყოფნა მიუთითებდა, რომ შეხვედრაზე სავარაუდოდ განიხილეს ბლოკადა, ომი, საზღვაო მარშრუტები, ახალი ესკალაციის რისკი და მხარდაჭერის გზები იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი კვლავ გამწვავდება. საჯაროდ კი საუბარი იყო მხოლოდ პარტნიორობაზე და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ბლოკადას დაარღვევდა. სწორედ აქ ჩნდება რუსული ღალატის განცდა. ირანმა მოსკოვს უკრაინის ომში დახმარება გაუწია შაჰედის დრონებით, სამხედრო ტექნოლოგიით, ტექნიკური მხარდაჭერით და ამ აღჭურვილობის წარმოების ინფრასტრუქტურით რუსეთის ტერიტორიაზე. როცა პუტინს დასჭირდა, თეირანმა მიაწოდა საშუალებები, რომლებმაც რუსეთს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა შორმანძილზე და დაბალფასიანი შეტევები. ეხლა როცა ირანს სჭირდება დახმარება, მოსკოვი თითოეულ ნაბიჯს ფრთხილად ითვლის. რუსეთს შეუძლია დახმარება გაუწიოს დაზვერვით, სატელიტებით, ინფორმაციითა და განცხადებებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს საზღვაო ძალებს ომანის ყურეში დაუპირისპირდეს. პუტინი საკუთარ ომშია ჩარჩენილი. ის წინაშე დგას სანქციების, რუსეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისა და სამხედრო ზეწოლის ევროპაში. ის არ ჩანს მზად, რომ თეირანის გადასარჩენად ახალი პირდაპირი ფრონტი გახსნას. მოსკოვი მასპინძლობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, პოზირებს ფოტოებისთვის და საუბრობს მხარდაჭერაზე. მაგრამ ის არ აცილებს ირანულ ნავთობ ტანკერებს, არ არღვევს ამერიკულ ხაზს და არ სთავაზობს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას. მოკავშირემ თეირანი არ მიატოვა, მაგრამ პრობლემაც არ გადაუწყვეტია. რეჟიმისთვის, რომელმაც ბევრი ჩადო პარტნიორობაში რუსეთთან, ეს შეზღუდვა მწარე გემოს ტოვებს. ამასობაში ირანული ნავთობი დროის წინააღმდეგ რბოლაშია. ენერგეტიკული სექტორის მონაცემთა კომპანია კაპლერმა შეაფასა, რომ ირანს აუთვისებელი საცავის ადგილი 12-დან 22 დღემდე ექნება. ზუსტი რიცხვი უცნობია, რადგან თეირანი ჩვეულებრივ არასაჯაროებს თავის რეალურ მონაცემებს. კიდევ ერთი ფაქტორი ზრდის გაურკვევლობას, ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობა. ახალი ლიდერი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა საჯაროდ დამაჯერებლად. ეს არ ყოფნა განსაკუთრებით მძიმე დაისახება კრიზისის დროს. ძლიერი მთავრობა აჩვენებს ხელმძღვანელობას, ხოლო ზეწოლის ქვეშ მყოფი მთავრობა ტოვებს კითხვებს უპასუხოდ. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ირანი შიგნითაც გაყოფილია. არიან მკაცრი ხაზის მიმდევრები, რომლებიც აცნობიერებენ ეკონომიკის ფუნქციონირების აუცილებლობას და არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ იდეოლოგიით ხელმძღვანელობენ. ეს განხეთქილება ნებისმიერ შეთანხმებას უფრო ნელა, არეულად და სახიფათოდ ხდის. საბოლოოდ არაქჩის რუსეთში ვიზიტი აჩვენებს რეჟიმს, რომელიც გადარჩენის რეჟიმშია. ირანი ცდილობდა წინააღმდეგობის დემონსტრირებას, მაგრამ ახლა დახმარებას ეძებს. ცდილობდა ჰორმუზით დამუქრებას, მაგრამ გახსნას ითხოვს. ცდილობდა პუტინზე დაკრდნობას, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული დახმარება მიიღო. ცდილობდა საკუთარი მოსახლეობის დადუმებას, მაგრამ ეკონომიკას დაარტყა. ირანი მოსკოვში ძალის პოზიციიდან არ წავიდა. წავიდა, რადგან გამოსავალი სჭირდება. თეირანი ჯერ კიდევ საუბრობს წინააღმდეგობაზე, მაგრამ მისი ქმედებები აჩვენებს, რომ რეჟიმი ცდილობს მოიგოს მანამდე, სანამ ბლოკადა, ფულის ნაკლებობა და ქუჩა ანგარიშს წარუდგენს. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.